ლუკაშენკოზე ვისაუბროთ და ბელარუსიაზე დღეს 2008 წლის ომის შემდეგ ყველას ქონდა იმის მოლოდინი, რომ აუცილებლად მოხდებოდა მათი მხრიდან აღიარება აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის, იმიტომ რომ მათი ახლო კავშირის რუსეთთან და რუსეთის ადმინისტრაციიდან გამომდინარე, მაგრამ ლუკაშენკომ და მისმა ადმინისტრაციამ, მისმა პოლიტიკურმა ელიტამ მაშინ გამოიჩინა ძალიან დიდი ნებისყოფა და ძალიან დიდი გვერდჩდგომა გამოგვიცხადა, როცა არ აღიარა მაშინ საქართველოს ამ ორი რეგიონის დამოუკიდებლობა და მაშინ იყო საკვირველია დიდი ზეწოლა. წარმოგიდგენთ რა მხელა ზეწოლა იქნებოდა რუსეთის მხრიდან ბელარუსზე, რომ მათ იღიარებინათ ჩვენი ტერიტორიები და დამოუკიდებელ სახელმწიფოებად. 2009-ში, როცა უკვე ეს ზაფხულისთვის, გაყინულად გამოაცხადა ფაქტობრივად ლუკაშენკომ ეს კონფლიქტები ამ საკითხთან დაკავშირებით რაიმე კონკრეტული პოზიციის დაფიქსირება. 2010-ში უკვე ფაქტობრივად ნათელი ხდებოდა, რომ ეს მოლაპარაკებები და ეს განცხადება ყოველთვის შეჯამებიდან გამომდინარე, რომ ის არაპირებდა ამ ნაბიჯის გადადგმას, ხოლო 2015 წელს ჩამოვიდა საქართველოში და განეცხადა, რომ ის საქართველოს ცნობდა და ყოველთვის მოხდებოდა ბელარუსის მხრიდან საქართველოს იმ ფარგლების ცნობა, რა ფარგლებში საერთაშორისო სამართალს მას უკვე ჰქონდა ცნობილი. ეს არის ხოლმე უდიდესი ნაბიჯი, ეს არის უდიდესი გვერდში დგომა ბელარუსის მხრიდან. ნუ რასაკვირველია, იქ მეორე მხრივ სხვა ფაქტორიც არის, გეოპოლიტიკური ფაქტორიც არის ზოგადად, იმიტომ რომ დასავლეთს, ანუ ასე ვთქვათ, დასავლეთისთვის ცოტა ფანჯარის უფრო მეტად შერევაც იყო, რომ ისინი დამოუკიდებელი სახელმწიფოა და არაპირებს, რომ რუსეთის ყველა მითითება შეასრულოს და სხვათა შორის მაშინ იყო კიდეც საუბრები დასავლეთის მხრიდან გარკვეული დაპირებებიც იყო, რომ შესაძლოა სანქციების ნაწილის ახსნა მომხდარიყო, უბრალოდ მე აღარ მოხერხდა ეს ყველაფერი დასავლეთის მხრიდან და მაშინაც შიდა არამხოლოდ რუსეთის ერიდებოდა, რუსეთის პოლიტიკური ელიტაც ერიდებოდა ეს ღიად ლუკაშენკოს კრიტიკას, მაგრამ თვითონ შიდა მედიებშიც იყო, რომ ამბობდნენ, რომ ცდილობს, რომ ორ სკამზე ერთდროულად დაჯდეს და თქვათ რუსეთს არ უცხადებს ამაში სრულ დახმარებას, მაგრამ და საქართველოსთვის თქვათ რაღაც გარკვეულწილად რისკავს და რაღაც გადაწყვეტილებებს იღებს. მოკლედ მე იმის ქვამიდა ამ ვიდეოთი, რომ შევაჩამოთ იმის ქვამიდა, რომ ჩემზე ძალიან საინტერესო იქნებოდა ბელარუსთან უფრო ახლო კავშირების დამყარება და თვითონ ინტერვიუშიც ღიად ამბობს, რომ პუტინის მხრიდან იყო ზეწოლა და იყო მოთხოვნის დონის ნაბიჯები, რომ რაღაც დაპირებებიც იყო, რომ მას უნდა ეღიარებინა საქართველოს ნაწილების დამოუკიდებელ სახელმწიფოს ცნობა უნდა მოეხდინა და მაინც არ გააკეთა.